სიტყვიდან ჩამოვარდი მოვიტეხე ხე. არავის არ უნდა ეს მთავრობა, ვის უნდა? ემოქრებიან, აბარა. ღამის 11 საათი იყო, რომ მოვიდა ჩემთან ბატონი გოგი იოსავა და მითხრა, რომ გამგეობაში გიბარებენო. მე პირველად ეს ვთხარი, ალბათ პოლიციაში მივყევართ. არაო, მაშინ დამალაპარაკე მე ვთხარი ბატონი მამუკა ჭოხონელიძე და მამუკამ პირველად ეს მკითხა ტელეფონზე. ან ხო, ან არა. მე ვთხარი, ვერ გავიგე, მე ვთხარი, ან ხო და ან არა, რას ნიშნავს? მე ვთხარი ეს. რას ნიშნავსა და ან ხო მითხარიო, ჩვენთან გადმოდიხარ თუ არაო. მე ამაზე არაფერ პასუხს ვერ მოგცემთ, 10 წუთში ჩავიცნებ და თქვენთან ვიქნები მე ვთხარი. რომ მივდიოდით, გოგი იოსავას ჩართული ქონდა ტელეფონი. გოგი იოსავა არის 1 მაისის საკრებულოს გამგებელი. და თანაც უთხარი, მამუკას ვეუბნები, მამუკამ დამისვა ასეთი კითხვა. ფისო, აი ძალიან გთხოვ, რომ ესე იგი ჩვენ გაგიკეთებთ სახს, მოგცემთ დახმარებას, მოგცემთ ერთჯერად დახმარებას, აი მაშინ მე გავბრაზდი. რატომ მოგცემთ და მე ირაკლი ალასანიასთვის უნდა მეჩვენებინა, როგორ პირობებში მიხდებოდა ცხოვრება. ეს გაიგეს და ამის თაობაზე წამიყვანა გოგი იოსავამ ღამის 11 საათზე ბატონ მამუკა ჭოხონელიძესთან. მამუკას შემოთავაზება იყო, მიშენებენ სახს, მიკეთებენ სულ ყველაფერს, ოღონდ მე გადავსულიყავი მის მხარეზე. მე ბატონ ივანე ბიძინა ივანიშვილის მხარესა ვარ საყვარელო. იმიტომ რომ მე ვიცი, მე 67 წლის ქალს, აწი არაფერი არ მჭირდება, მაგრამ ჩემს შვილ და შვილიშვილებს ექნებათ მომავალი საყვარელო. და ამის გულისთვის რო გაიგენ, რომ მაგათ ხარეზე ვიყავი, შემომთავაზეს ძალიან ოქროს კოშკები ამიშენეს საათ ნახევარში. მაგრამ მე უთხარი, მე არ ვიყიდები. და ასეთ პირობებში ვცხოვრობ და არ დახმარება ციცალი ბლოკი 3 ტონა ნახევარი ცემენტი თუ არ შევსულა და არ მინდა თვალის დასანა. ყველა რო დაიხოცოს მე ეს არის ცხოვრება 67 წლის განვითარებ საჭმელს. 11 საათზე. ეს გაკეთდა გოგი იოსავა, გოგის მე უთხარი მაპატიეთ ამ სიტყვაზე. ასე უთხარი, დიდი ბომბი ჩამოვარდა ჩემთავად აქ მომსვლელს, მეორე კიდო ამოწყდეს ყველა ნაციონალები ერთ დღეს მე უთხარი. ნაციონალებისგან არაფერი დახმარება მე არ მიმიღია. აგერ ალბათ ყველა დაინახავს ამ სურათს, როგორ პირობებში მე მგონი ამას ეწოდება საქონლის გომური და არა საცხოვრებელი ფართი საყვარელი. და 2010 წელს თქვენ შეგპირდეთ. 2010 წელს მე შევიტანე ტყებუჩავასთან განცხადება და ტყებუჩავასთან აი ეს მივიღე რომ უნდა მოეცათ ჩემთვის 1000 ცალი ბლოკი 3 ტონა ცემენტი მისი სულ ყველაფერი, მაგრამ ეს დაწერილში მარტო დაწერილში დაწერილ სიტყვიერად დარჩა სულ ყველაფერი, მაგრამ არაფერი მათგან არაფერი არ მიმიღია საყვარელი. ვედავები ამათ რომ მომცენ რაც გამომიწერა კომისია მომცენ ეს დახმარება. მაგათმა ყველაფერზე უარი გამისხადეს. და ახლა რადგან ოცნების ოფისში დადიხართ ამის გამო? ამის დიახ ბატონო, რადგან ოცნების ოფისში დავდივარ, ჩემზე ხდება ზეწოლა. კარდაკარ მომყვებიან ან გაზეთებს რო ვარიგებ, მე მაგათი არ მეშინია. კარდაკარ რო გაზეთებს ვარიგებ, ფეხ მომყვება პოლიციის მანქანა უკან. ვიყავი გოგა ღურწკაიასთან. გამგებელთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გოგამ ასეთი პასუხი მომცა. ან უნდა დამანგრიოს ქარმა, ან უნდა წამიღოს წყალმა, რო დამეხმაროს. ან წყალწაღებულს დამხრჩვალს და დანგრეულს თუ მოვკვდები რისთვის მინდა შვილო დახმარება. რადგანაც ეს არაფრით რო არ დამეხმარა გოგა ღურწკაია, მივმართე რომ ერთჯერადად 1800 კვადრატული მეტრი აქვს მე უთხარი ყანა დასამუშავებელი, მე მაგის სახსრებია მაგაზედაც უარი განმიცხადეს, იმიტომ რომ ვარ ოპოზიციაში. აი ეს არის მთავარი მიზეზი. დაურეკოთ მაშინ.
ხოლმე რა დაურე. ბატონო გოგი, თქვენთან არიან და ხობში ხართ? ფილიპიას გოგო და ვიღაც გადამღები და არ ვიცი, კი გვიღებენ სურათს, არ ვიცი რა ხდება. რამდენ ხანში იქნები? ნუ კაი, მაშინ მე დაკავებული ვარ და არ ვიციო. შენ ხანი შეგეწი. წაგი. აა დააგვილი და ჯერ. ცოტა გამთავისუფლება ეს ყველაფერი დავტოვოთ, შებრძანებით თუ შეთანხმდებით რომ ჩაწერაზე თანახმა არის, მაშინ შებრძანდებით და ჩაწერთ. კი, მაგრამ ჩანთის დატოვება რა, კამერას ვტოვებთ კარგი და ჩანთის დატოვება. რა პრობლემაა უბრალოდ? არც არაფერი, მაგრამ მაინტერესებს. პრობლემა არ არის, არანაირი პრობლემა არ არის. კარგი. მოგზაურობთ.